ბორანის წინა ნაწილი ეჯახება და ხრեց ტანკერს. შეჯახების შედეგად ზეთი იფრქვევა წყალში და ბორანის კემბანზე. ორი გემის შორის ამოხეთკავს უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი, თითქოს ვულკანი აფეთქდეს შავ წყალში. $1967 წელს გაერთიანებულ სამეფოში ბირგენჰედში მდებარე კემელ-ლეირდმა ააშენა ავტომობილებისა და მგზავრების ბორანი, სახელად კონინგინ იულიანა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დედოფალი იულიანა. ჰოლანდიურმა კომპანიამ იგი გამოიყენა ჰორიჩსა და ჰუქუან ჰოლანდს შორის მარშრუტზე. ბორანი იყო 131 მეტრის სიგრძის და 20.5 მეტრის სიგანის. მისი წონა შეადგენდა 6682 ტონას და შეეძლო განევითარებინა სიჩქარე 21 კვანძამდე. 1985 წლის სექტემბერში ბორანი გაიყიდა იტალიის ნავარმა ლაინსზე, რომელიც მართავდა მარშრუტებს საფრანგეთს, იტალიასა და მათ ახლო მდებარე კუნძულებს შორის. ნავარმა ლაინსმა მოგვიანებით სახელი შეიცვალა და გახდა მობი ლაინსი, ხოლო ბორანი ცნობილი გახდა როგორც მობი პრინცი. ის გადავიდა თავის ახალ სახლად, იტალიის ლივორნოს პორტში, სადაც ემსახურებოდა რეგულარულ მარშრუტს ლივორნოსა და ოლბიას შორის. ნავთობის ტანკერი აგიპ აბრუცო აშენდა 1976 წელს იდალკანტიერიში, ტრიესტეში. მისი სიგრძე იყო 330 მეტრი და სიგანე 50 მეტრზე ოდნავ მეტი. მას შეეძლო 253,000 ტონა ნავთობის გადატანა და მოძრაობდა 16 კვანძის სიჩქარით. 1987 წელს ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირების მიზნით ტანკერი შეამცირეს 267 მეტრამდე, რის შედეგადაც მისი თვირთამწეობა შემცირდა 159,000 ტონა ნავთობამდე. 1991 წლის 9 აპრილს აგიპ აბრუცო ეგვიპტიდან ვორნოში ჩამოდის. ტანკერი ეკუთვნის ინტერნაციონალე იდროკაბურის, ანუ ENI-ს, რაც იტალიურად ნიშნავს ეროვნულ ნახშირწყალბადების სააგენტოს, ერთ-ერთ უმსხვილეს იტალიურ ნავთობისა და გაზის კომპანიას. მის ავზებში მოთავსებულია 82,000 ტონა ირანული მსუბუქი ნედლი ნავთობი. ლივორნოს პორტი, რომელსაც ინგლისურად ლეგჰორნი ეწოდება, ტოსკანის მთავარი პორტია და იტალიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტია, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. პორტის მთავარი ტერიტორია ფლორენციის აუზად იწოდება. 3 ტალღამტეხი იცავს შესასვლელს, ვეგლიის დამბა სამხრეთის შესასვლელს იცავს. მრუდხაზოვანი დამბა და დიგა დელა მელორია. დასავლეთით ერთ გრძელ ტალღამტეხს ქმნიან, ხოლო დიგა დელ მაზოკა ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. გემები შედიან და გამოდიან სამხრეთის შესასვლელიდან, რომელიც მდებარეობს მრუდხაზოვანი დამბის სამხრეთ პოლოსა და ვეგლიის დამბის დასავლეთ პოლოს შორის. არხის სიგანე დაახლოებით 190 მეტრია, ხოლო სიღრმე 15 მეტრი. ფლორენციის აუზის გასასვლელსა და სამხრეთის შესასვლელს შორის მდებარეობს ლივორნოს საზღვაო გამაფრთხილებელი კოშკი. კოშკს აქვს ფართო ხედვის არე, რომელიც აკავშირებს გემებს ტერმინალებთან და პორტის ოპერატორებთან. ის აფიქსირებს ნავების მისვლასა და გასვლას, აკვირდება პორტში მანევრებს, აკონტროლებს ამინდის პირობებს და ამცნობს გემების მოძრაობის შესახებ ინფორმაციას. 10 აპრილს 24 საათიანი გაჩერების შემდეგ მობი პრინცი ემზადება თავისი რეგულარული 7 საათიანი მოგზაურობისთვის. ტოვებს ლივორნოს პორტს და მიემართება ოლბიაში, სარდინიაზე. ამინდი ნათელია და 75 მგზავრი უერთდება ბორანის 66 ეკიპაჟის წევრს, რაც ბევრად ნაკლებია გემის 1200 კაციან ტევადობაზე. 9 საათსა და 55 წუთზე საღამოს, გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, პორტის პილოტი ადის მობი პრინცზე. მობი პრინცის კაპიტანი, უგო ჩესა, დიდი ხნის სტაჟის მქონე, სიზუსტითა და პროფესიონალიზმით ცნობილი კაპიტანი, მართვის სადავეებს პილოტს გადასცემს, რომელიც გემს პორტიდან გაიყვანს. პორტის პილოტი ყოველთვის აცილებს ხომალდებს, მათ შორის ბორანებს, პორტში შესვლისა და გამოსვლისას, რადგან მათ ადგილობრივი წყლები, დინებები და ზღვის ფსკერი კარგად იციან. ღამის 10 საათსა და 3 წუთზე ბორანის ბაგირები უშვებენ და გემი პორტიდან გამოდის. პორტის შესასვლელის დატოვებისას ის სხვა შემომავალ ხომალდს უღლის გვერდს. საზღვაო გამაფრთხილებელი კოშკი აკვირდება და აკონტროლებს რადიოკომუნიკაციას ორ გადამკვეთ ხომალდს შორის, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ მიმდინარეობს. ბორანი სამხრეთისკენ მიემართება, ვეგლიაიას დამბასა და მრუდხაზოვან დამბას შორის გასასვლელისკენ. ვეგლის კაშხლის სამხრეთ მხარეს, პორტის გარეთ, ნავსადგურის შესასვლელთან ახლოს, რამდენიმე გემი ღუზაზე დგას. მათ შორისაა 2 ტანკერი, რომლებიც ეკუთვნის ENI-ს, აგიპ ნაპოლე და აგიპ აბრუცო. ასევე ამ ტერიტორიაზე ღუზაზე დგას 5 ამერიკული სავაჭრო გემიდან 2, რომლებიც ახლომდებარე კემპ დერბიდან არიან, გალანტ 2 და კეიპ ბრეტონი.
Camp Derby არის ამერიკული სამხედრო კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს მთავარ მომარაგების ცენტრს ამერიკის არმიის სამხრეთ ევროპის ოპერატიული დაჯგუფებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ სპარსეთის ყურის ომის ოპერაციებს. აგიპ აბრუცო ამ 4 გემიდან ბოლო ხუზაზე დგას ვეგლისგან დაახლოებით 2.7 მილის დაშორებით. ის მდებარეობს აკრძალულ ზონაში, რომელიც კონუსის ფორმის საზღვით არის მონიშნული. ეს ტერიტორია ღუზის დაყენებისთვის აკრძალული ზონაა, რადგან წყალქვეშა კაბელები გადის ზღვის ფსკერზე და გემების ღუზის დაყენებამ შეიძლება დააზიანოს ისინი. კონუსი ასევე აღნიშნავს გემების შესვლისა და გასვლის მარშრუტს პორტში, რაც არხს ღუზის ზონისგან გამოყოფს. მობი პრინცის გემბანიდან ბორანის ოფიცრებს, მათ შორის კაპიტანსა და პილოტს, შეუძლიათ დაინახონ ყველა ღუზაზე მდგომი გემის განათებები. მობი პრინცის ყველა მართვის სისტემა დაყენებულია ხელით რეჟიმზე და მას მართავს კვალიფიციური და გამოცდილი ეკიპაჟი. ოფიცრები თავიანთ პოსტებზე არიან, მართავენ რადარსა და რადიო აპარატურას, ხოლო კაპიტანი, ჩესა, სამეთაურო ხიდზეა და მათ აკვირდება. პილოტი ისმენს, როგორ გადასცემს პორტის ოფისი რადიოთი ბრძანებას. ჭეშმარიტი კურსი 195, რაც ოლბიას მიმართულებაა. როდესაც ბორანი გადის ვეგლიის კაშხალს, პილოტი ტოვებს სამეთაურო ხიდს, ჩამოდის ხომალდიდან და გადადის მოლოდინში მყოფ პილოტის ნავზე, რომელიც მობი პრინცის გვერდით დგას. კაშხლიანი ნაპირსამაგრის გავლის შემდეგ ბორანი ტოვებს პორტის წყლებს და შედის ნავსადგურის წყლებში. პორტის გასასვლელიდან ეკიპაჟი კარგად იცნობს ოლბიისკენ მიმავალ მარშრუტს. ჩვეულებრივ ის მიხვება 220 გრადუსიან კურსს, შემდეგ კი ნელ-ნელა ასწორებს კურსს 191 გრადუსამდე. ბორანი აჩქარებს 18 კვანძამდე, რაც ამ რაიონისთვის ნორმალურია. ნავსადგურის გასასვლელთან. ლოცმანი ლოცმანის კატერზე აკვირდება, როგორ აგრძელებს ბორანი გზას დაგეგმილი კურსის მიმართულებით. ეს ისტორია შედგენილია ორიგინალი ავარიის გამოძიების ანგარიშიდან და მეორე ანგარიშიდან, რომელიც 30 წლის შემდეგ შეიქმნა. ეს ჩემი ინტერპრეტაცია, რომელიც დაფუძნებულია ორივე გამოძიების დროს შეგროვებულ მტკიცებულებებზე. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა მობი პრინცის პორტზე, რადგან ყველა ერთი ადამიანის გარდა დაიღუპა. საღამონათელია და მშვიდი, ნისლი არ არის და ნავსადგურში შესანიშნავი ხილვადობა და მშვიდი ზღვა. ორი ადამიანი იტალიის საზღვაო აკადემიიდან ტერაცა მასკანის მახლობლად, ვეგლიაის კაშხლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მაღალ წერტილზე იდგნენ და იქიდან დააკვირდნენ, როგორ ტოვებდა ბორანი პორტს. მათ აგრეთვე შეამჩნიეს რაღაც უცნაური აგიპ აბრუცოსთან დაკავშირებით. ტანკერი თითქოს თეთრად შეფერილი ღრუბლით ან ორთქლით არის შემოხვეული. მაგრამ ამას მნიშვნელობას არ ანიჭებენ და აკადემიაში ბრუნდებიან. სინამდვილეში იქ კიდევ ერთი ხომალდია და ტანკერი უკანონო ღამის საწოვით მომარაგების ოპერაციას ატარებს უფრო პატარა ხომალდთან, შესაძლოა ბარჟასთან, მაგრამ არავინ ამოიცნობს ამ ხომალდს. აგიპ აბრუცოზე მეექვსე აუზი ღია და გვერდიდან შლანგი ჰკიდია. მეექვსე აუზში ტვირთი წარმოადგენს საწვავის ნარევს, რომელშიც ჟანგბადის შემცველობა 8%-ია, რაც საშიშა და ხოსა აფეთქების ზღვართან. ტანკერის სამხრეთისკენ არის მიმართული, ჩაქრობილი აქვს განათება, ან დროებითი გათიშვა აქვს და თეთრი ორთქლის ღრუბელი ფარავს ტანკერს, ასე რომ შესაძლებელია, რომ მობი პრინცი ტანკერი თვალთა ხედვიდან დაკარგა. ღამის 10:25 წუთზე მესამე ხომალდი მოულოდნელად ჩნდება მობი პრინცის გზაზე. ბორანი მკვეთრად მარცხნი უხვევს, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება უცნობ ხომალდთან, მაგრამ ეს საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდება. მობი პრინცი ეჯახება აგიპ აბრუცოს მარჯვენა მხარეს 70 გრადუსიანი კუთხით. ბორანის ცხვირი ეჯახება და ხრեց ტანკერის მეშვის მეშვიდე აუზს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ნარჩენი ან ბინძური ბილგისა და სარეცხი წყლისთვის. მაგრამ ამ მოგზაურობის დროს ის სავსეა მსუბუქი ნედლი ნავთობით. დარტყმა ხსნის ნავთობის აუზს, რის შედეგადაც მისი შემცველობა იღვრება გარშემო წყალში და ბორანის გემბანზე. დარტყმა ორივე გემს ერთმანეთს აჭედებს. აგიპ აბრუცოს კაპიტანი ცდილობს ტანკერი მოშოროს მობი პრინცს. მობი პრინცი ცდილობს უკუსლით მოძრაობას მარჯვენა მიმართულებით მოტრიალებული საჭით, მაგრამ მისი ცხვირი კვლავ ჩარჩენილია ტანკერში და ნავთობი დაზიანებული კორპუსიდან ისევ იღვრება. როდესაც ორი გემი ცდილობს გათავისუფლებას, რკინის ხახუნი ნაპერწკლებს აჩენს და აალებს ტანკერიდან გადმოსულ ნავთობს, ალი იფეთქებს, შთანთქავს ბორანს და მის გარშემო წყალს. მისი უნიკალური ხედვის წერტილიდან საზღვაო გამაფრთხილებელი კოშკი ხედავს, როგორ ფეთქდება ცეცხლი ვულკანივით. ალი იმდენად მძაფრად ვრცელდება და სიცხე ისეთი ძლიერია, რომ მობი პრინცის ხიდზე მყოფ ეკიპაჟს კონტროლის ოთახის მიტოვება მაშინვე უწევს. ისინი ტოვებენ ძრავს სრულ სიმძლავრეზე ჩართულს, საჯეკი მარჯვნივ 30 გრადუსით გადახრილია.
როდესაც ისინი ტოვებენ თავიანთ პოსტს, იმედოვნებენ, რომ ბორანი გათავისუფლდება და სპირალურად მოშორდება აალებულ ტანკერს უკუსრით მოძრაობაში. ამიტომ ცხვირზე არსებული ცეცხლი და კვამლი გემის ცენტრს უნდა მოსცინდეს. ქაოსი იწყება სამგზავრო ბორანზე. ცეცხლი და სქელი კვამლი ცხვირიდან სწრაფად ვრცელდება და წვავს წინა გემბანის უმეტეს ნაწილს. საგანგებო შეკრების ადგილი შუა ზედა გემბანზე, სადაც სამაშველო ტივებია განთავსებული, ძალიან საშიშია მისასვლელად. გემის ოფიცრები სწრაფად ამზადებენ სხვა საგანგებო გეგმას. ისინი ყველა მგზავრს აგროვებენ გემის შიგნით დელუქს დარბაზში და დახმარებას ელოდებიან. ამ დარბაზს ცეცხლგამძლე კედლები და კარები აქვს, რაც მას უფრო უსაფრთხო თავშესაფრად აქცევს გარეთ განვითარებული კატასტროფისგან. მგზავრები იწყებენ მოსვლას, ზოგი ბარგით, ზოგი კი სამაშველო ჟილეტით. ეკიპაჟი გაწურცნილია ხანძართან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებისთვის. ზოგს ჯიბეში საგანგებო პროცედურების სახელმძღვანელო აქვს. ისინი დარბაზში სახანძრო აპარატებს ათავსებენ, რათა ნებისმიერ ხანძარს გაუმკლავდნენ, რომელიც შეიძლება შიგნით შემოაღწიოს. რადიოოპერატორი ვერ მიდის საკონტროლო ოთახში მთავარ რადიომდე ხანძრის გამო. ამიტომ ის იყენებს პორტატულ გადამცემს, ცდილობს განგაში ატეხოს და დახმარება გამოიძახოს, საგანგებო სიგნალების გამუდმებით გაგზავნით. Mayday, Mobi Prince, ჩვენ შევეჯახეთ, ჩვენი ხომალდი ცეცხლშია დახვეული. ჭირდება მეხანძრეების დახმარება. მისი ხმა უფრო სასუწარკვეთილი ხდება. მეგობარო, თუ არ დაგუშმარებით, ხოლმე დამწვებით. Mayday. ეკიპაჟი და მგზავრები ერთად ელოდებიან დახმარებას დელუქს დარბაზში, რადგან ფიქრობენ, რომ მალე მივა დახმარება, რადგან ნავსადგურთან ძალიან ახლოს არიან. შიგნით ტემპერატურა ჯერ კიდევ 100-დანია, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გარშემო კონსტრუქციას შთანთქავს. პორტის ადმინისტრაცია რადიოთი იღებს საგანგებო ზარს, მაგრამ ის სუსტი და გაუგებარია. ოპერატორი ცდილობს გაარკვიოს, რას ამბობს შეტყობინება. 3 წუთის შემდეგ მოდის კიდევ ერთი შეტყობინება, ამჯერად აგიპ აბრუცოდან, სადაც ამბობენ, რომ გემმა დაარტყათ. ისინი ისევ რადიო კავშირს ამყარებენ. 2 წუთის შემდეგ ოპერატორი გადაწყვეტს, რომ საგანგებო შეტყობინება აგიპ აბრუცოს უნდა ეხებოდეს. არეულობის დროს Mobi Prince-ის დახმარების თხოვნა უყურადღებოდ რჩება. სამაშველო ჯგუფები მობილიზდებიან, რათა პრობლემურ ტანკერს დაეხმაროს. პორტის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამაშველო ოპერაციებს, ხოლო სხვა სააგენტოები, როგორიცაა სახანძრო და პოლიცია, დამხმარე როლს ასრულებენ. გემების დამაგრების 2 მუშა დამოუკიდებლად რეაგირებს საგანგებო სიტუაციაზე, პორტის ადმინისტრაციის ან სხვა რომელიმე უწყების ბრძანების გარეშე. ისინი პირველები პორტის ნავმისადგომიდან გადიან. ღამის 10 საათი და 30 წუთია. სუისპირას სახლის მცხოვრები, რომლის ტერასაც შეჯახების ადგილს გადახურებს, ხედავს რა ხდება და იწყებს დამწვარი გემების გადაღებას. 2 გემი ჯერ კიდევ ერთმანეთზეა ჩაჭიდებული. ცეცხლი ორივეზე და მათ შორის სხვაზეც გავრცელდა. ღამით ხილვადობა იმდენად კარგია, რომ ალე იტალიის თვითმფრინავი, რომელიც პიზაში დასაფრენად ემზადება, სხვაზე ცეცხლს ამჩნევს და ამის შესახებ საკონტროლო კოშკს ატყობინებს. ტანკერის შიგნით ეკიპაჟის რამდენიმე წევრი ხიდიდან იყურება, რომ ნახოს რა დაეჯახათ. ცეცხლისა და სქელი კვამლის მიუხედავად, ისინი არჩევენ დიდი ფანჯრებიანი დიდი გემის კონტურს, სამგზავრო გემის მსგავს. და შემდეგ Mobi Prince თავისუფლდება და 2 გემი ერთმანეთს შორდება. ღამის 10:35 წუთზე ტანკერის კაპიტანს ჯერ კიდევ არ მიუცია მაშველებისთვის ინფორმაცია მეორე დამწვარ გემზე. პირველად აგიპ აბრუცო იტყობინება, რომ ვერაფერს ხედავენ. 1 წუთის შემდეგ კაპიტანი იტყობინება, რომ ისინი შეეჯახნენ პატარა ბუქსირს ან ბარჟას და არა დიდ სამგზავრო ბორანს. ღამის 11 საათზე პოლიციის ნავის დარაჯი ამჩნევს შორს კვამს და თავის მეთაურს თავაზობს, რომ გემისკენ წავიდნენ. მაგრამ შემდეგ ისინი ხედავენ, როგორ ისვრის ცაში 5 წითელ მაშხალას და ესმით ხმოვანი სიგნალები აგიპ აბრუცოდან. რადიოს მე-16 არხზე გადაუდებელი ზარის მიერებასთან ერთად მეთაური და დარაჯი ყურადღებას აგიპ აბრუცოზე გადააქვთ, ხოლო მეორე გემი ავიწყდებათ. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შეჯახებიდან ტანკერი კიდევ ერთ რადიო შეტყობინებას აგზავნის. როგორც ჩანს, პატარა ბარჟა, რომელმაც დაგვათხა მეხანძრეები, აგიპ აბრუცო. ჩვენ გვაქვს ირანული მსუბუქი ნედრინავთობი, მაგრამ არ რჩით რა ქონდა ბარჟას, რომელმაც დაგვათხა. იმის მიუთითებლადაც კი, რომ შესაძლოა მეორე ხომალდსაც დახმარება დასჭირდეს. შემდეგ კიდევ არის რადიოკომუნიკაციები, მაგრამ პორტის ადმინისტრაციის მხრიდან კოორდინაცია არ ხდება და არც ისიციან, რომ მეორე ხომალდის ძებნაც საჭიროა.
კვამლი უფრო სქელდება და ვრცელდება, ტალღებს მიაქვს აალებული ნავთობი და სქელი კვამლის კედელი პორტის შესასვლელისკენ მიემართება, რაც ავარიის არეში ხილვადობას ამცირებს. ღამის 11 საათი და 12 წუთია, როდესაც ტიტონერის კომპანიის ბუქსი ტანკერთან მედის, ხოლო მათი კიდევ ერთი გემი 8 წუთში ჩადის. ღამის 11 საათი და 22 წუთია, როდესაც პორტის ადმინისტრაციის საპატრულო ნავი CP-232 ადგილზე ჩადის, პორტზე პორტის ადმინისტრაციის მეთაურით. ისინი წყალში მობი პრინცსა და აგიპ აბრუცოს შორის ნავსაყუდარში რჩებიან. თავისუფლების მოპოვების შემდეგ მობი პრინცი აგრძელებს უკუსრით მოძრაობას ტანკერის გარშემოწრეზე. ძრავები კვლავ ჩართული აქვს. ცეცხლი მძაფრად ვრცელდება და ალები ბორანის სხვადასხვა ნაწილს ურტყამს. არათანაბრად, ზოგიერთი ადგილი ძლიერ სიცხეს ალეწირება. მაგრამ ცეცხლი რჩება ზედა გემბანზე, ხოლო გემის უკუსრით მოძრაობა ეხმარება კიჩოს გარე ნაწილსა და ქვედა გემბანზე მდებარე ეკიპაჟის კაბინებს გადარჩენაში. ცეცხლგანძლე დელუქს დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიცხისგან დაცულნი არიან, გემის კონდიცირების სისტემა იწევს მომაკვდინებელი ნახშირჟანგისა და ტოქსიკული აირების ცირკულაციას. მგზავრები და ეკიპაჟი შიგნით ნელ-ნელა იხჯობიან. ნახშირჟანგი ებმის მათ წითელ სისხლის უჯრედებში არსებულ ჰემოგლობინს და ორგანიზმს ჟანგბადს აკლებს. მათ ეწყებათ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულისრევა. ზოგი ცდილობს გემბანზე გაქცევას, მაგრამ გემის კორპუსიდან მომავალი ძლიერი სიცხე მათ აჩერებს. ისინი, ვინც შიგნით რჩებიან, დახჯობით იღუპებიან. ამ დროის განმავლობაში ტანკერიდან არ მოდის არანაირი სასარგებლო შეტყობინება მეორე გემის ძიების შესახებ. რადიოში მიტოვებულ ცეცხლმოკიდებულ გემზე საუბრის გაგონების შემდეგ დამაგრების მუშები მის საძებნელად გაემართნენ. ღამის 11 საათი და 26 წუთია. ბუქსირი იტყობინება, რომ მეორე ცეცხლმოკიდებული გემი შენიშნეს და მისკენ მიემართებიან, თუმცა ჯერ კიდევ ვერ დაუდგენიათ, რომელუმელი გემია. ტანკერის კაპიტანი აპროტესტებს, ამბობს, რომ მას აქვს 82,000 ტონა ნავთობი და მუდმივად ამტკიცებს, რა საშიშოებასაც წარმოადგენს მისი ტვირთი. ღამის 11 საათი და 30 წუთია. კიდევ ერთი ხომალდი ხედავს მეორე ცეცხლმოკიდებულ გემს. დამაგრების მუშაკების ბუქსირი მიაღწევს მობი პრინცს. ღამის 11 საათი და 45 წუთია. საზღვაო სიგნალების ოპერატორი ეკითხება დამაგრების მუშაკებს, შეუძლიათ თუ არა გემის ამოცნობა. ისინი პასუხობენ. ეს არის მობი პრინცი, რომელზეც ის კომერციულ ოპერაციას ატარებდა. პორტზე ბევრი ხალხია, მეუბნებიან, რომ 50 მგზავრია. გაფრთხილების ოფიცერო, ვიღაცა მუდამ მითხრას რა მოხდა? შვარტოვის მუშები ამჩნევენ ერთადერთ გადარჩენილს ბორანის წინა მარცხენა კუთხეში. ის გადადის კიჩოზე და წყალში ხდება, საიდანაც ბუქსირი სწრაფად ამოიყვანს. ამავე დროს აგიპ აბრუცოს ეკიპაჟიც გადაწყვეტს ტანკერის მიტოვებას. მობი პრინცის ერთადერთი გადარჩენილი მაშველებს უყვება, რომ საათზე მეტხანს გადაადგილდებოდა გემის კაბინებში, ცეცხლს თავს არიდებდა კიდევ ერთ ეკიპაჟის წევრთან ერთად, რომელიც ვერ გადარჩა. ის ამბობს, რომ გემზე კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც გადარჩენას ელოდებიან. მიუხედავად მისი თხოვნისა, მთავარი სამაშველო ოპერაცია მხოლოდ ნავთობის ტანკეზეა კონცენტრირებული. მობი პრინცისთვის სამაშველო გეგმა არ შედგება. ღამის 2 საათზე, 11 აპრილის სტილისკენ, ბუქსირი ახერხებს მიადგეს დრეიფში მყოფ სამგზავრო ბორანს. ჩვეულებრივი სამუშაო ტანსაცმლით და დამცავი ნიღბის გარეშე, მეზღვაური ადის გემის კიჩოზე და ამაგრებს ბუქსირის თოქს. მობი პრინცი ბუქსირით აბრუნებენ ლივორნოს პორტში. შეჯახებიდან 2 დღის შემდეგ, როდესაც ხანძრის სითბო საბოლოოდ ჩაცხრა, მეხანძრეები შედიან ბორანზე და პოულობენ 140 ადამიანის ცხედარს. მაისის 12-დან მე-17 რიცხვამდე AGP აბრუცოდან დარჩენილი ნავთობი თლიანად ამოიღეს. გემი ბუქსირით გაიყვანეს 1991 წლის ოქტომბერში და ჯართად დაჭრეს 1992 წლის იანვარში. სასამართლო გამოძიებამ ტრაგედიის მიზეზად დაასახელა ნისლი და მობი, პრინცის კაპიტანი ჯუზეპე ჩესას უგუნური და დაუდევარი ქმედებები. ძრავის ოთახში ბერკეტი ავტომატურ რეჟიმზე იყო დატენებული, რაც კაპიტანი ჩესას პირდაპირ პასუხისმგებლად ხდიდა, ხოლო პორტის ადმინისტრაციის შეცდომები სამაშველო ოპერაციის დროს უმნიშვნელოდ წარმოაჩინეს. 2021 წლის ივლისში, ავარიიდან 3 წლეულის შემდეგ და საზოგადოებრივი აღშფოთების ზრდის ფონზე, იტალიის პარლამენტმა შექმნა ახალი კომისია შემთხვევის გამოსაძიებლად. მათი დასკვნები სრულიად განსხვავებულ ისტორიას ხვებოდა. თავდაპირველი გამოძიება ნაჩქარევი და არასრული იყო, მტკიცებულებები ან უგულებელყოფილი იყო, ან გამოტოვებული. თვითმხილველთა ჩვენებები, რეალური ამინდის პირობები, თუნდაც 2 ცეცხლმოკიდებული გემის ვიდეო ჩანაწერები. პროკურატურა თავდაპირველად დაეყრდნო პორტის ადმინისტრაციის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად პორტის ადმინისტრაცია იძიებოდა მათი წარუმატებელი სამაშველო რეაგირების გამო.
მეორე კომისიის ანგარიშში არასოდეს იყო კონკრეტულად მითითებული იდუმალი მესამე გემი, მაგრამ მოხსენიებულია ყოფილი სომალიური სათევზაო ნავი, სახელად 21 ოქტომბერი 2. და სხვა ბაჟები, რომლებიც შესაძლოა არალეგალურ საწვავით მომარაგების ოპერაციებში იყვნენ ჩართული. Moby Prince-ის ნარჩენი ლივორნოში თითქმის 7 წელი დარჩა, სანამ ის დოკში არ ჩაიძირა 1998 წლის მაისში. ის ამოიღეს წყლიდან და თურქეთში გადაიყვანეს, სადაც ის ჯართან დაშალეს. თუ გსურთ მეტი კატასტროფის ვიდეოს ნახვა, დააწყაპონეთ ეკრანზე არსებულ ბმულზე ახლავე.